მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. მეწყრის შემდეგ ცხოვრება. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში 1 წლის წინ მეწყრის გამო 100-მდე სახლი დაინგრა და დაზიანდა. გიჩვენებთ ტერიტორიას, სადაც ცოტა ხნის წინ ხალხი ცხოვრობდა, მეცხოველეობასაც მიყვებოდა და მიწასაც ამუშავებდა. გთავაზობთ ვიდეოს. ჩვენ ახლა ადიგენის სოფელ უდეში ეგრეთ წოდებული პირდაპირების დასახლებაში ვართ. ტერიტორია თითქმის სრულად დაცლილია. აქ მოსახლეობა აღარ ცხოვრობს, მიზეზი მეწყერია. 2024 წლის თებერვალში ჩამოწოლილმა მეწყერმა 50-ზე მეტი ოჯახი გუსახლკაროდ დატოვა. მათმა ნაწილმა მამაპაპისეული ტერიტორიების შარშანვე დატოვა. გამოუსწორებელი შედეგების მქონე მეწყერი უდეში 2024 წლის თებერვალში ჩამოწვა, თუმცა პროცესი დღემდე გრძელდება. ტერიტორია ახლა ასე გამოიყურება. ეს აწვებოდა და ეს გამოვთხარდა ცოტა გაჩერდა, მაგრამ აჰა იგრევა. უყურე წყალი როგორ დგას, ის არის. ეს წყალი გადის რა ჭირია მე. ეს კი თინათინ წალდაძის სახლია. როგორც იგი გვეუბნება, მეწყერმა ერთადერთი საცხოვრებელი სახლის კედლები იმდენად დაუზიანა, რომ ექსპერტებმა შენობის დემონტაჟის რეკომენდაცია გასცეს, თუმცა ამის მიუხედავად წალდაძეს სახლში მაინც რჩება და მუნიციპალიტეტის მერიას ქირით გადაყვანას ან კომპენსაციას თხოვს. რას ვუცხო და გასახლებას ვუცხო, რომ აქ სახლში არის ცხოვრება, სულ ის მეწყერულია. მე ეგრევა მჩნდა, რა ვიცი. მთავრობამ სულ გასახლება არა გამაგრებაო და გამაგრება სულ არ არის. შარშან შემოდგომიდან გაჩნდა უკვე. მანამდე არისო ეს ბზარები? არა, მანამდე არისო. თინათინ წალდაძე გვეუბნება, რომ შენობას ბზარები მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ გაუჩნდა, თუმცა ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ სახლს ბზარები სიძველის გამო აქვს. მერი გოჩა ქიმაძე ამბობს, რომ თუ შენობა მეწყრის გამო არაა დაზიანებული, ვერც მის რეაბილიტაციას და ვერც ოჯახის გადაყვანას ვერ მოახერხებენ. რომ მეწყერი იყოს, ამ შემთხვევაში თავსახად იქნებოდა დაწერილი, რომ ეს არის მეწყრული ზონიდან გამომდინარე ინგრევა ეს სახლი. ეს თუ არ არის მადმიკითებული, ეს იმას ნიშნავს, თუ სახლის სიძველით ინგრევა და სიძველით ბუნებრივი არის მეწყერის გარეშე და ინგრევა სახლი და ამ დროს უკვე მთავრობა ანუ მერია კომპენსაციას ვერ გაცემს. მერისვე თქმით, გასული წლის თებერვალში ჩამოწოლილმა მეწყერმა 100-ზე მეტი სახლი დააზიანა. მათგან თითქმის ნახევარს 50-30,000 ლარიანი კომპენსაცია მისცეს. ნაწილის სახლები კი გამაგრებას ექვემდებარება. მისივე თქმით, დაზიანებული სახლების გამაგრების მოტივით არაერთი ტენდერი გამოცხადდა, თუმცა არ შედგა. რა ხდება ახლა? გოჩა ქიმაძე გვეუბნება, რომ დაახლოებით 2 კვირის წინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეგრეთ წოდებული პირდაპირების დასახლება 40 ჰექტარი ტერიტორია სრულად შეისწავლონ სამომავლო მეწყრის განვითარების პრევენციის მიზნით. თუ ტერიტორიაზე კვლავ იქნება მეწყრის განვითარების რისკი, დაზიანებულ სახლებს არათუ გაარემონტებენ, არამედ მოსახლეობას ტერიტორიიდან სრულად გაიყვანენ. თუ ჩვენ გვექნება გეოლოგებისგან დათქმა, რომ ეხლა არ არის თქვა მეწყერი ძალიან აქტიური, მაგრამ შესაძლებელი არის რამოდენიმე წლის შემდეგ ისევ გააქტიურდეს, ამ შემთხვევაში განიხილება, რომ მთლიანი ამ 40 ჰექტარზე მაცხოვრებელი ადამიანები, სადაც დაახლოებით 120-მდე სახლია, 120 სახლიდან ნახევარზე უკვე კომპენსაცია გაცემული გვაქვს, პლუს მინუს ეხლა ამას დაახლოებით გეუბნებით და დანარჩენებზე თუ იქნება მიღებული გადაწყვეტილება ექსპერტების მიმართ, რომ აქ საცხოვრებლად უარგისია ეს ადგილი, მაგრამ ჩვენ გამაგრებაზე კიდევ აღარ ვიზრუნებთ, აღარ შეუტრიალდებით გამაგრების საკითხს, ვინაიდან შედეგს ვერ მივიღებთ, რა თქმა უნდა ეს ექსპერტებმა უნდა დაგვიდასტურონ, ამ შემთხვევაში მთლიანად გასაქცევა ყველა და მიიღებს ყველა კომპენსაცია. და ბოლოს გავიხსენოთ კაკლის ხე, რომელიც მეწყერმა შუაზე გახლიჩა. 2024 წლის 21 თებერვალს ხე ასე გამოიყურებოდა.
2025 წლის 13 მარტს კიდევ უფრო გახლეჩილი იყო. 2025 წლის 14 ოქტომბერს, როდესაც ჩვენ უდეში ვიმყოფებოდით, იქ მცხოვრებლებმა გვითხრეს, რომ ხე სრულად გაიხლიჭა, გახმა და მოჭრეს. საქართველოში პური გაწვირდა. ცვლილება ახალციხესაც შეეხო. როგორც მაღაზიებში გვეუბნევიან, წარმოებლების ნაწილმა პროდუქტი გააწვირა, ნაწილმა არა. ჩვენ ახალციხეში რამოდენიმე მაღაზიაში პურის ფასი მას შემდეგ გადავამოწმეთ, რაც ცნობილი გახდა, რომ ეგრეთ წოდებული სოციალური პური 5-10 თეთრით გაწვირდა. მაღაზიებში გვეუბნევია, რომ იფქლის დიღმის მიერ წარმოებულმა პურის ფასმა მოიმატა, ხოლო ადგილობრივი წარმოების პურის ფასი უცვლელია. იმავეს გვეუბნება პურის მცხოვრებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე და ამბობს, რომ პურის ფასი ქვილის ფასის და ხელფასების მატების გამო მხოლოდ ერთმა კომპანიამ ერთ ასორტიმენტზე გაზარდა და ადგილობრივ წარმოებას არ ეხება. ჩვენ კომპანიასთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა ცხელხაზე გვითხრეს, რომ კომპეტენტური პირი ფიზიკურად ადგილზე არ იმყოფებოდა. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ, რომ გვიყურებთ. ხვალამდე.